სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ისახება ქრისტიანებს, რომლებიც ატაცებულები არიან, თუ სად იქნებიან ისინი 1000 წლეულის პერიოდში. და მართლაც საინტერესო კითხვაა და დიდი ურვის პერიოდშიც. ჯონ მაკარტური ამასაც ცემს პასუხს. და მართლაც ბიბლიურად თუ არ დაალაგეს, ცოტათი შეიძლება ვერ გამოიტანო დასკვნები მარტო რო წაიკითხავ და გჭირდება ვიღაცა, ვინც დაგეხმარება ამაში, ვინც კარგად არის გარკვეული გამოცხადების წიგნის რაღაცა სიუჟეტში. და მოდით მოვუსმინოთ ამას. ჯონ მაკარტური ამბობს და ახსენებს, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ ბოლო კითხვებზე და ამ დეტალებზე შევჩერდებით. ამიტომ დასვით თქვენი კითხვები ძალიან სწრაფად თუ შეგიძლიათ. აუდიტორიდან გამარჯობათ, მე მქვია პავლე. საკმაოდ მარტივი კითხვა მაქვს. სად იქნებიან ატაცებული ადამიანები, მორწმუნეები 1000 წლეულის განმავლობაში და როდის შევიცვლებით ჩვენ? ისიც რომ ბიბლია აპოლოგობს შეცვლაზე. იმიტომ რომ ბიბლია ამბობს ჩვენ შეცვლაზე. ჯონ მაკარტური პასუხობს: "დიახ, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია, როდესაც ატაცება ხდება, ჩვენ უკვე ვიცვლებით. იმავე მომენტში, იმავე წამს, თვალის დახამხამებაში ჩვენ ვიცვლებით, როდესაც საყვირი გაისმება, ჩვენ მყისიარეთ შევიცვლებით და მე მჯერა ატაცების, როდესაც ჩვენ გარდავიქმნებით იმ მარადილ სხეულად, რომელსაც პირველ კორინთელთა წერილის მე-15 საუბრობს. მე მთლიანად ეგ თავი არ წავიკითხო, თქვენ შეგიძლიათ კარგად ჩაიხედოთ, მე მხოლოდ ესეთი მუხლები, რომელიც კონკრეტულად აი ამ მომენტს მიუთითებს, მაგრამ იქ დიდი საუბარია ამ ცვლილებაზე, სხეულზე, გარდაცვალება როგორ ხდება და როგორ ხდება ახალი სხეულის შეძენა. ძალიან კარგად ახსენებს პავლე ამას, როცა ავდარებს ცხოველებს და სხვას თუ სხვადასხვანაირი ხორცი როგორი აქვს სხვადასხვა ცხოველს. აი მოდით მე წავიკითხავ 51 მუხლიდან. აი საიდუმლოს გეუნებთ, ესე იგი კიდევ ვიმეორებ პირველ კორინთელთა მე-15 თავი. 51 თავი. აი საიდუმლოს გეუნებით, ყველანი არ განისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ერთ წამში თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას, ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ხედავთ, ლაპარაკია იმ ხალხზე, რომლებიც დახვდებიან ცოცხლად, ატაცებული იქნებიან. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით. ნახეთ, ეხლა ვის თუ არა პავლეს უნდა დაუჯეროთ, ხო, ჩვენ და არა ვიღაცების ბოდვებს. ნახეთ, სულიწმინდა პავლეს აწვდის, პავლე განასწავლა ქრისტემ არაბეთში რო იყო 3 წლის განმავლობაში და გზადაგზა მას გამოცხადებებიც ექნებოდა და სულიწმინდით ის აღძრული უკვე გვაწვდის ესეთ დეტალებს, რომელზეც ბევრს არ ულაპარაკია, ხო? და დეტალურად აღწერს ამას, რომ დააწყნაროს ის ადამიანები, თუ რა ემართებათ ადამიანებს გარდაცვალებისას და იმ ადამიანებს, ვინც ცოცხლად დახვდება იესო ქრისტეს მის მეორედ მოსვლას და პავლეც ამ ბოლოდინში იყო. ყველა ქრისტიანი ამ ბოლოდინში არის. და აგრძელებს ჯონ მაკარტური, ჩვენ მივდივართ რომ ვიყოთ უფალთან, ატაცებული 7 წელი ჩვენ იქა ვართ, სანამდე დიდი ურვა, ანტიქრისტე მოვა და ყველაფერი ეს ხდება და 7 წლიანი პერიოდის ბოლოს, როდესაც იესო ქრისტე ბრუნდება გამოცხადების მე-19 თავში, დიდი ურვის ბოლოს, ხედავთ მას დაბრუნებულს იქ, მასთან ერთად მისი წმინდანებიც ბრუნდებიან. და ვფიქრობ, ჩვენ მასთან ერთად დავბრუნდებით მაშინ და ჩამოვდივართ დედამიწაზე და ვმართავთ ამ სამყაროს მასთან ერთად, ვიმეფებთ მასთან ერთად 1000 წელი. გასაგებია? დიახ, აუდიტორიდან ოკეი. გასაგებია, ესე მოუხადა პასუხი პოლმა.